მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ეკონომიკის და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და კვლავ ძალიან აქტიური კვირა გქონდა მიმდინარე პერიოდის განმავლობაში, რომელიც დღევანდელ დღესაც რა თქმა უნდა გრძელდება. ძალიან საინტერესო ვიზიტი თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოს საინტერესო განცხადებები ამ კუთხით, ასევე გრძელდება საქართველოს ეკონომიკის ამდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი ჩინეთში და რა თქმა უნდა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ბიზნეს ინსაიდერის ჩვენს პლატფორმებზე და მომდევნო გადაცემებში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. რაც შეეხება ძალიან საინტერესო კვლევა ყოველთვის წამყვანი ბიზნეს ასოციაცია, მთავარი ბიზნეს ასოციაცია ქვეყანაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევა BAG ინდექსი კვლავ გამოქვეყნდა, რომელიც ტრადიციულად როგორც ყოველთვის ყველაზე უფრო ზუსტად ზომავს ბიზნესის განწყობებს და ზუსტად გვაძლევს იმ შეგრძნებების ანალიზის შესაძლებლობას, რომელიც ბიზნესს აქვს მიმდინარე პერიოდისთვის. ვნახოთ რამოდენიმე გრაფიკა ამ კუთხით, პირველი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ ჯამურად არსებულ ვითარებას ამ ჭრილში თუ შეიძლება პირველი გრაფიკა რომ ვნახოთ, სადაც არის უკვე შეფასებული ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, სადაც ალსახად დასკვნარო ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა და აქ განსაკუთრებით ორ კრიტერიუმს მინდა მივახციოთ ყურადღება, რომელიც არის ბიზნესის მოლოდინი და ბიზნესის კლიმატი. პირველ რიგში ბიზნესის კლიმატი, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენ შევხედავთ სწორედ აი წითელი დიაგრამით ბიზნესის კლიმატის ნაწილში ჩვენ ვხედავთ ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას ამ წელში, რომელიც გვაქვს ცალსახად თუ შევადარებთ იგივე პირველი კვარტლის მაჩვენებლებს მიმდინარე წელს და მას მეორე კვარტლის მაჩვენებლებს შევადარებთ, აი ამ გაუმჯობესების ტრენდს ვხედავთ არა მხოლოდ პირველ კვარტალთან მიმართებაში, აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, თუ შევხედავთ იგივე გასული ეს პერიოდის მაჩვენებლებს, აქ ზრდა კიდევ უფრო სოლიდურია გაუმჯობესების ნაწილში და აუცილებლად ბიზნესის მოლოდინის ნაწილი, რომელიც აი წყვეტილი დიაგრამით არის აქ ასახული, აქაც ვხედავთ ჩვენ ბიზნესის მოლოდინები არის პოზიტიური. ბიზნესის მოლოდინების პოზიტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტია გამომდინარე გლობალურად არსებული ტურბულენციური ვითარებიდან და განსაკუთრებით აქ რა თქმა უნდა გულისხმობთ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, რომლის პროგნოზირებაც სულუქად რო ვთქვათ, უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ნაწილში და ამ წელში საქართველოში ბიზნეს მოლოდინები აქვს პოზიტიურად მნიშვნელოვანი ფაქტია. თუმცა რა თქმა უნდა არსებობს ბიზნესისთვის და ბიზნესის კეთებისთვის ხელშემშლელი ფაქტორები, განსაკუთრებით ორი ნაწილი გამოვყავით ამ კუთხით, შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ უკვე ამ ვითარებას, ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ მუდმივად საუბრობთ, სპეციალისტების ნაკლებობა და სამუშაო ძალის ნაკლებობა, ის პარადოქსი, რომელიც ჩვენ გვაქვს მუდმივად. ერთის მხრივ მიუხედავად 10-12 წლის განმავლობაში მართლაც მნიშვნელოვანესად შემცირებული უმუშევრობა, განახევრებული მაჩვენებელისა უმუშევრობის, რომელიც ჩვენ მქონდა და ამ ტრენდზე არაერთხელ ვისაუბრია, უმუშევრობის მაჩვენებელი, როგორც ამის სახებ ასევე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ აღნიშნავს, მაინც მაღალია საქართველოში და უმთავრესი მიზანი არის უმუშევრობის შემცირება, სიღარიბის განულება. სწორედ ამ წელში ჩვენ ვხედავთ მეორეს მხრივ, გარკვეული უმუშევრობის ფონზე, მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის კომპანიების 53% და 40% ასახელებს ზოგადად სამუშაო ძალის ნაკლებობას, აქ უკვე სპეციალისტების ნაკლებობაზე არ არის საუბარი, სამუშაო ძალის ნაკლებობაზეა საუბარი. ანუ კიდევ ერთხელ პარადოქსი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან უმუშევრობები, მეორე მხრივ არის ბიზნესი, რომელიც თulis რომ მას სამუშაო ძალა ჭირდება, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს გარკვეული ტიპის კორელაციის პრობლემას განათლებასა და ბიზნეს შორის. აი ამ კუთხით უნებრივია პროფესიული განათლება და ზოგადად მეტი დიალოგი განათლებასა და ბიზნეს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამას ვემსახურებოდა განათლების რეფორმის ნაწილი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდწილად განსაკუთრებით აი ამ პრობლემის ნაწილს, რომელსაც ქვია სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნესთან მიმართებაში, დიდწილად ამ პრობლემას მოაგვარებს და შემდგომი გრაფიკა, ბოლო გრაფიკა ამ კუთხით, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილოთ, აქ არის კომპანიების ნაწილი, ასე ვთქვათ, და რა პროცენტული მაჩვენებლით არიან კომპანიები წარმოდგენილი, ვისაც ეს პრობლემა აწუხებთ. ვხედავთ ასევე ამ გრაფიკას, კი, შემცირებულია ცალსახად ეს ნაწილი, თუ ჩვენ შევხედავთ იგივე გასული წლის ბოლოს მაჩვენებელს და პირველი კვარტლის მაჩვენებელს 57%-ია ამ შემთხვევაში და ეს წილი შემცირებული, ეს უფრო ნაკლებ კომპანიას აწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცალსახად პრობლემა არის. სწორედ ამ საკითხებზე BAG ინდექსთან დაკავშირებით დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ვისაუბროთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ ლევან მელხოესთან. ბატონ ლევან, მოგესალმებით. ბატონობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში იმედის ტილაში მობრძანებისათვის და სწორედ ინდექსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ პირველ რიგში, როგორია ჯამური შეფასება გარკვეული ნაწილის ანალიზი ვცადეთ, მაგრამ თქვენი ხედვა ამ თემაზე. მე ვფიქრობ, რომ ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ბიზნეს კვლევის მაჩვენებლები ძალიან კავშირშია და კორელაციაშია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან და პირიქით, იმიტომ რომ ბიზნესი კერძო ნაწილი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ეკონომიკური ზრდის დამატებით ღირებულების შექმნის ქვეყანაში. შესაბამისად, თუ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია, ბიზნესის ნაწილშიც განწყობები, აქტივობები და ამ შემდეგ აქაც მზარდია და პირიქით თუ ხედავთ რომ
ბიზნესი არის ოპტიმისტურად განწყობილი და ოპტიმიზმი ბიზნესში ნიშნავს იმას, რომ ის ცდილობს გაფართოებას, ახალი პროექტების დაწყებას და ამ შემდეგ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი მე უკვე ეკონომიკურ ზრდაში აისახება. ანუ რაღაცნაირად ერთ იმაშია, ერთ ფურცელზეა როგორც იტყვიან ყველაფერი თავმოყრილი. კი ბატონო, პირველ გრაფიკას რო შევხედოთ, სადაც ჩვენ გქონდა ვითარება ამ კუთხით, სადაც საუბარია იგივე ბიზნეს კლიმატზე და ბიზნეს მიმდინარე მდგომარეობაზე, ისევე როგორც ბიზნეს მოლოდინებზე. ჯამში ამ კუთხით მიუხედავად გლობალური გარკვეული ტიპის ტურბულენტური ვითარებისა, ამ კუთხით ბიზნეს მოლოდინები პოზიტიური რჩება. თქვენ რო ნახოთ წინა კვარტლის მოლოდინები, კი ბატონო. მცირედით შემცირებული იყო და ეს გაუარესება იყო დაკავშირებული საერთაშორისო ვითარებასთან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მაინც იმ გლობალურ გაუგებრობას, რომელიც და ომებს და ამ შემდეგ, რომელიც ჩვენს გარშემო რეალებს, მათ შორის ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ბოლო პერიოდში ნელ-ნელა ეს ყველაფერი გადაფარა იმ მიუხედავად აი ამ ნეგატიური ასე ვთქვათ დინამიკისა, რომელსაც ჩვენ გარშემო ხედავთ, გეოპოლიტიკური დინამიკისა, გადაფარა იმ აქტივობებმა, რომელიც უკავშირდება გაყიდვებს, სერვისების, პროდუქტების მნიშვნელოვანი ზრდა არის და აქედან გამომდინარე ბიზნესი ხედავს, რომ საინვესტიციოდ ხელსაყრელი პირობაა ეს კონკრეტული პერიოდი. შესაბამისად, თუ მე იმედი მაქვს, რომ ეხლა რო ჩავდებ გარკვეული პერიოდის მერე უკუგება სარგებელს ვნახავ, შესაბამისად მე ვიღებ გადაწყვეტილებას ახალი პროექტების დაწყების, პროექტების გაფართოების, მაგრამ აქ უკვე ვხედავთ, რომ იზრდება ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა სამუშაო ძალაზე. კი ბატონო, აი შემდგომი გრაფიკაში. და ვხედავთ დეფიციტს ამ სამუშაო ძალაზე, განსაკუთრებით სპეციალისტების ნაკლებობაზე, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს, ან ვიწყებთ გადაიარაღებას, შეცვლას და ამ შემდეგ, ეს ყველაფერი მაინც ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება და აი აქ უკვე გვიჭირს, როგორც ჩანს, ადგილზე სამუშაო ძალის ნაწილში შრომის ბაზარზე მიწოდება და მიწოდების პრობლემაა. ანუ გარკვეულწილად აი ახსენე პარადოქსი, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს რაღაც სტრუქტურული უმუშევრობა იმ გაგებით, რომ ჩვენ გვყავს მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის, რომელიც ეძებს სამუშაოს და მეორეს მხრივ გვაქვს სამუშაო ადგილები, სად რომელზეც ვერ ხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება და ეს აცდენა ბაზარზე არის სერიოზული გამოწვევა. დღემდე ბოლო რამოდენიმე წელია ჩვენ ხედავთ, რომ ეს გამოწვევა არის მას შემდეგ, რაც ბიზნესი არის აქტიური. ბიზნესი აქტიურია, ბიზნესის გაფართოება უნდა, ახალ ინვესტიციებს ახორციელებს და ბოლოს აღმოაჩენს, რომ თავარი შემამფარხელი ფაქტორი შეიძლება იყოს ამ პროექტების განვითარებისთვის სპეციალისტების ნაკლებობა. კი ბატონო, აი ეს ნაწილი ახლა რომელიც ჩვენ გვაქვს ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის, რადგან არაერთხელ გვისაუბრია და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ამ თემაზე ძალიან ვრცელი ანალიზი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, როდესაც იყო საუბარი და ბიზნეს ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული, ანუ ერთ-ერთი გამოსავალი არის თუ არა ამ კუთხით, აი პროფესიული განათლების გაძლიერება იმ კონკრეტული უნარებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, პროფესიული ერთ-ერთი გამოსავალი ცხადია არის, მაგრამ უყურეთ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ პროფესიული განათლება არის ის ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც დავადებთ და მოუგვარებთ აქ პრობლემას და ჯადოსნური ჯოხია და ყველა პრობლემა მოგვარდება. პრობლემა ის არის, რომ პროფესიული განათლებით თქვენ ჩვენი უკმაყოფილებთ გარკვეულ კვალიფიკაციებზე მოთხოვნას და თქვენ რომ ნახოთ ჩვენი შარშანდელი დეკემბრის კვლევა, სადაც ჩვენ უფრო ღრმად ჩავშალეთ სამუშაო ძალის პრობლემა, იქ ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ეგრეთ წოდებულ დაბალ კვალიფიკაციებზე, ბჭყალებში ვიძახი დაბალი, მაღალი ძალიან პირობითია, ცხადია, უბრალოდ შემოსავლის მიხედვით ვახდენ და თქვა დაყოფას. ამ დაბალ კატეგორიებზე მოთხოვნა ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, მაყოფილდება, თუნდაც იმიტომ, რომ პროფესიული განათლების ინსტიტუციებზე დიდი ყურადღება ექცევა, თუნდაც იმიტომ, რომ თვითონ ბიზნესი არის აქტიურად ჩართული ტრეინინგების და გადამზადების პროგრამებში და ამ შემდეგ. მაგრამ გამოწვევა რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, სადაც ერთ წელიწად ჩვენ პრობლემას და ორ წელიწადში ვერ მოვუყარებთ. ცხადია, იმიტომ რომ ეს არის გრძელვადიანი პრობლემა, გრძელვადიანი მოგვარება სჭირდება ამას და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შარშან პირველად დაიწყო აქტიური რეფორმა და თქვა, რომ მთავარი ჩემთვის არის სწორედ შრომითი ბაზრის მოთხოვნა და აი შრომითი ბაზრის მოთხოვნის ნაწილში ახდენს უმაღლესი განათლების პროგრამების ასე ვთქვათ ადაპტაციას და ამ შემდეგ. ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, თუმცა რო ვთქვათ, რომ ამ გზის შედეგად ჩვენ ერთ თვეში და ორ თვეში შედეგს მივიღებთ, თავი უნდა მოვიტყუოთ. ამას ჭირდება გრძელვადიანი, დაუღალავი შრომა იმისათვის, რომ კონკრეტული შედეგი დადგეს გარკვეული პერიოდის მერე.
კი ბატონო, აი აუცილებლად მინდა გითხოთ ასევე ერთი საკითხი, თქვენ ამავდროულად პროფესორი ბრძანდებით, საგანმანათლებლო სექტორში ბრძანდებით და ხედავთ ვითარებას ამ კუთხით კიდევ უფრო დეტალურად და რაღაც ნაწილს მართლაც გრძელვადიანი გრძელი ვადა ჭირდება ხო მოგვარების ჭრილში. მაგრამ აქვე არის ხოლმე ხშირად საკითხი იგივე დაბალი კვალიფიკაცია ვახსენეთ შედარებით ამ კუთხით დაბალი ნაზღაურებადი ასე ვთქვათ თუნდაც და აქ საუბარია ხოლმე მათ შორის შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით. აი ამ კუთხით რა ვითარება ხო აი იგივე კანონმდებლობა მნიშვნელოვანწილად გამკაცდა, მაგრამ მეორე მხრივ შექმნა თუ არა ამან გარკვეული ტიპის რისკები. გარკვეული ტიპის რისკებს რას გულისხმობთ რომ დავაზუსტოთ, მაგრამ გარკვეული ტიპის შეზღუდვა შექმნა. აი შეზღუდვების ნაწილი. თუმცა შეზღუდვა როგორი თემაა, ის რომ შეზღუდვა შეიძლება იყოს პრობლემაც და შეიძლება იყოს შეეძლებლობაც, იმიტომ რომ ერთის მხრივ იყო პერიოდი, როდესაც კონკრეტულ კვალიფიკაციის, ასე ვთქვათ, მიგრანტების შემოყვანა ზოგადად გაჩერებული იყო და ძალიან რთული იყო მათი ლეგალური დასაქმება. დღეს გვაქვს ჩარჩო და ამ ჩარჩოში შეიძლება ლეგალური დასაქმება. ანუ ის რომ ჩარჩო არსებობს, მოწესრიგ დაამკუთხა. ხო, ანუ ის რომ მოწესრიგ და ცხადია უკვე ასე ვთქვათ, ძალიან სწორია და კარგი მიდგომა, იმიტომ რომ სახელმწიფოს თავის ლეგიტიმური ინტერესი აქვს. აქ ლეგიტიმური ინტერესი შემოდის, უსაფრთხოება შემოდის, შრომის ბაზრის დაცვა და ამ შემდეგ, მაგრამ ბიზნესისთვის თავარია, რომ მისი დაწყებული პროექტები არ შეფერხდეს. აი, ამ ჩარჩოს გაჩენა აჩენს ლეგიტიმურ, ასე ვთქვათ, საფუძველს იმისათვის, რომ ბიზნესი და სახელმწიფო როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოიგვარონ. ანუ სახელმწიფომ თავის ინტერესი დაიცვას და მეორე მხრივ ბიზნესმა მოახერხოს ის დეფიციტი, რომელიც მას აქვს შრომით, ასე ვთქვათ, კადრებთან დაკავშირებით და იკმაყოფილოს. ცხადია, როდესაც ეს პროცესი დაიწყო, ძალიან კაცრი, ზედმეტად კაცრი იყო მიდგომები, ჩვენ ნახეთ ეს, როცა 1 მარტიდან ამოქმედდა, სახელმწიფოც დარწმუნდა, რომ ეს ზედმეტად კაცრია. ეხლა არის სწორედ ის პერიოდი, როცა ჩვენ ვხედავთ, საუბრობთ, ყველა დეტალს გავდივართ და გარკვეულწილად ვახდენთ იმგვარად ადაპტირებას ამ რეგულაციების, რომ ერთის მხრივ ამოცანა, სახელმწიფოს ამოცანა, რომელიც მას აქვს უსაფრთხოების ნაწილში იყოს დაცული და ბ მეორეს მხრივ ბიზნესის, თქვათ, ინტერესი და სურვილი რომ სწრაფად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მზარდი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, მათ შორის მიგრანტების ნაწილში და პროექტები არ გაუჩერდეს, ესეც იყოს დაკმაყოფილებული. მათ შორის გუშინ იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებთან და მე ვფიქრობ, რომ კომპანიების მხრიდანაც ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი დაისვა. ეს რეფორმა, რომელიც ამ წუთას მიმდინარეობს, არ ნიშნავს, რომ დასრულებულია, მე დარწმუნებულია, რომ კიდე გვექნება ბევრი შეხვედრა, საუბარი, დიალოგი, სწორედ იმისათვის, რომ თუ კი რამე კიდე საჭიროებს, ცხოვრება რასაც გვაჩვენებს, საჭიროებს დამუშავებას, ამაზე ერთობლივად ვიმუშაოთ და ვიყვანოთ ბოლომდე. დიახ, ბატონო ლევან, აუცილებლად მინდა გითხოთ კვლევის მიღმა საკითხი, უნიშნულოვანესი თემა, დასაწყისში აღნიშნე იგივე ვიზიტები თურქმენეთის მანამდე იყო, ვიზიტები ყაზახეთი, ყირგიზეთი, ასე შემდეგ და ამასობაში ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ ეკონომიკის განვითარების განვითარების მინისტრის მხრიდან ლენდლორდის მოდელთან დაკავშირებით ანაკლიის პროექტს. როგორია თქვენი შეფასება და როგორია ზოგადად ბიზნესის შეფასება, რა კომუნიკაციას თქვენ გქონდათ ამ კუთხით პოტენციურად დაინტერესებული მიმართულებებიდან, როგორი შეიძლება იყოს ამ მოდელის შეფასება და ბიზნეს ასოციაცია როგორ აფასებს ჯამში ამ მოდელს? მოდი ბიზნეს ასოციაციის სახელი გამიჭირდება შეფასება, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ეგრეთ წოდებული think tank ორგანიზაცია არა ვართ, მე შემიძლია ჩემი პირადი მოსაზრება ვთქვა და მე მგონია რომ ამ ნაწილში ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ იყო ბევრი რისკი, მათ შორის პოლიტიკური, გეოპოლიტიკური რისკები, მათ შორის კომერციული რისკები, ანუ წინა მოდელთან დაკავშირებით. წინა მოდელებთან დაკავშირებით, რომ იქ სადაც სახელმწიფო არ არის, სახელმწიფოს თხოვდნენ კომერციული რისკების დაზღვევას. ალბათ ეს ამის გარეშე არც ერთი კერძო ინვესტორი ვერ შემოვიდოდა და მეორეს მხრივ ინვესტორის წარმომავლობა ქმნიდა გარკვეულ გეოპოლიტიკურ რისკებს, რომ თუ ერთი მხრიდან იქნება ინვესტორი მეორე კონკრეტული ქვეყნის მხრიდან. და ამ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული, ასე ვთქვათ, ვნებათაღელვა იყო თუ გახსოვთ და პოლიტიკური დებატების საკითხი იყო. ამიტომ ის რომ სახელმწიფო შედის, მე ვფიქრობ, რომ ეს რისკები უკვე თავისთავად იხსნება დღის წესრიგი და ამ რისკების დაზღვევა, იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ არის ინვესტორი და ამ შემთხვევაში არავის აღარ გაუჩნდება კითხვის ნიშნები, რომელი, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ძალა მართავს ამ მნიშვნელოვან პორტს. სახელმწიფოსია, ჩვენ მართავთ, ხალხის არის და ამ შემთხვევაში ჩვენი ფულით იქნება აშენებული ეს პორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, ამაზე ალბათ დიდი ხანია ვსაუბრობთ,
ქვეყანაში, მათ შორის 19 საუკუნიდან დაიწყო, რომ პორტების განვითარება არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, ნიკოლაძის კონცეფცია იყო, რომ ჩვენი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური და ეკონომიკური, ასე ვთქვათ, ფუნქცია შევასრულოთ რეგიონში, არა მარტო რეგიონში, არამედ გლობალურად და მე ვფიქრობ, რომ ამ გზის იმპლემენტაციისთვის და ამ გზაზე ძალიან მყარად სიარულისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონ ლევანს სტუმრობისთვის და თქვენი შეფასებებისთვის, ასევე როგორც ამ კვლევისთვის, რომელიც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. წარმატებას გისურვებთ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები ჩვენ ყოველ შაბათს დაგიბრუნდებით.